რჩევა ახალგაზრდებს და ბავშვებს, ვინც დიდი წონით ვერტიკალური დატვირთვით ვარჯიშობენ ფიტნეს დარბაზში. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის ჩვენს კლინიკაში ზედოზირებული ვარჯიშის გამო განვითარებული ხერხემლის თიაქრით და აგრეთვე ის ახალგაზრდებიც, ვისაც აწუხებს ხერხემლის ტკივილი და მიზანმიმართულად ვარჯიშობენ, ტკივილის დროს, ვითომაც და ეს კარგია მათი დაზიანებული ხერხემლისათვის, რათა გაამაგრონ ხერხემლის კუნთები. ჩემი კომენტარი ყველაფერი ამის შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური. ახალგაზრდა ასაკში, რადგანაც პერმანენტულად ხერხემალზე ვერტიკალურ მდგომარეობაში მიმდინარეობს ძლიერი დატვირთვა, ვითარდება მალთაშორისი დისკის დადაბლება, მისი გაუწყლოვნება და ასევე თიაქარი. ამიტომაც სანამ ახალგაზრდა გადაწყვეტს, რომ დაიწყოს ვარჯიში, პირველ ყოვლისა უნდა შეფასდეს ხერხემლის სტრუქტურული მდგომარეობა ექიმ სპეციალისტის მიერ და შემდეგ უნდა ივარჯიშოს კვალიფიციურ ფიტნეს ინსტრუქტორის დახმარებით. ზოგადად იცოდეთ, დაუშვებელია ის, რომ ხერხემლის ტკივილის დროს აუცილებელია ვარჯიში. კიდევ ვიმეორებ, ვითომც და იმ მიზნით, რომ გავამაგროთ ხერხემლის კუნთები. იცოდეთ, როდესაც არის ხერხემლის ტკივილი, ესე იგი ხერხემალში მიმდინარეობს პათოლოგიური პროცესი და კომპენსატორულად ხერხემლის კუნთები იჭიმება და დამიჯერეთ არ არის საჭირო, რომ დამატებით მისი სტიმულაცია მოვახდინოთ კიდევ ერთხელ. დაიმახსოვრეთ, თუ გტკივათ ხერხემალი, ამ დროს სასწრაფოდ უნდა შეწყვეტოთ ვარჯიში და გადაიღოთ MRT. და თუ დადგინდა მალთაშუა დისკის დაზიანება, თქვენი ფიზიკური აქტივობა დამიჯერეთ უფრო აზიანებს ისედაც დაზიანებულ მალთაშორის დისკს. გაუფრთხილდით თქვენ ჯანმრთელობას.